მწვანე მემარცხენეთა ალიანსის და ისლამისტების ფსტების ფენომენი წლების განმავლობაში იქნება შესწავლის საგანი, როგორც манипуляციის ტაქტიკა, სადაც ისლამისტებმა ეს სასარგებლო იდიოტები აიყოლიეს, რომ მათთვის მიეცათ ხმა. მაგრამ ამჟამად ეს იმდენად აბსურდულად მტკიცდება ინტერნეტში ამ ვიდეოთი, რომელიც ძალიან ვირუსულად ვრცელდება. და გულწრფელად რა ვთქვა, ეს ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება. მოდი ერთი წამით ვნახოთ. ვაცხადებ, რომ ედენ ჰილსი არჩეულია ლიტლ ლონდონისა და ვუდჰაუსის ოლქის ლიდსის საქალაქო საბჭოს წევრად. საბჭო. კარგი, ეს ტრანსგენდერია, ის ტრანსგენდერია და ეხლა ხან აირჩიეს დიდ ბრიტანეთში ამ საბჭოსთვის. მადლობთ, ვუდჰაუსში მცხოვრებ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალაშია, რომ თქვენთვის შედეგი მოვიტანო. მადლობთ ყველა მოხალისეს, ვინც ამ კამპანიაში დაგვეხმარა. განსაკუთრებული მადლობა დომინიკს. მართალია. აქ ხარ, გმადლობთ დომინიკ, რომელიც ჩემთვის ანგელოზია და სამუდამოდ მარცხენა ფრთას ორგანიზებას გავწევს, შენ საოცარი ხარ. მადლობთ ყველა ადამიანს, საარჩევნო უბანში, დათვლის პერსონალს და პოლიციას. უკვე შეამჩნიეთ ამაში პრობლემა. ვიდეოში ოფიცერი მის გარეშე დღეს ეს არ მოხდებოდა. იმედი აქ არის, გმადლობთ. მწვანეებმა აჩვენეს, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ისეთ ადგილებში, რომლებიც ყოველთვის სხვა პარტიების სიმაგრე იყო, რადგან ხალხს სურს პოლიტიკის სხვა ტიპი. და მათ სურთ საკრებულოს წევრები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს, ვინც რთულ მდგომარეობაშია, რომ ისწავლონ რაღაცები და შესაძლოა ყველაფერი კარგად იყოს. ასე რომ ის აგრძელებს მწვანეებზე საუბარს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მემარცხენე პარტია. მაგრამ მათთვის ვინც ვერ ხვდება, ხო ასეა? მის გვერდით დგას. ადამიანებს, რომლებიც ვუდჰაუსში ცხოვრობენ და მე. ეხლა არ მოусმინოთ იმას, რასაც ის ამბობს. უბრალოდ უყურეთ მის სახეს. აჰა. შეხედეთ მას. გონიათ რომ ის გამარჯვებას ზეიმობს. გონიათ რომ ის განსაკუთრებით ბედნიერია იმ ყველაფრით, რაც ხდება. ეს არის კაცი, რომელმაც ეს ქალი გააყვანინა არჩევნებში, რადგან მას ჭირდება მისი სისულელე, რომ თავისი ისლამისტური დღის წესრიგი გაატაროს. უბრალოდ შეხედეთ მის სახეს, როცა ის ლაპარაკობს. უემოციო, სრულიად უინტერესო, იცის და სჯერა, რომ ეს მურაურად არასწორია. ყველაზე კალბი ღიმილი, რაც კი ოდესმე ვიდეოში გინახავთ, და ეს ყველაფერი ვირუსულად ვრცელდება, რადგან ხალხი პანიკაშია. არა მხოლოდ იმ ყველაფრის სისულელეზე რაც ხდება, არამედ იმაზე თუ რამდენად მოუქნელი და აშკარაა, რომ ეს ბიჭი უბრალოდ იყენებს ამ სასარგებლო იდიოტებს, რომ გაიმარჯვოს. ეხლა ამ ალიანზე უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ, რადგან მგონია, რომ ეს ბევრ ადამიანს აერია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ და გავიგოთ. მაგრამ ჯერ მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მეირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და მოიწონებთ ამ ვიდეოს. მადლობა, რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ ვქმნით მოძრაობას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. თუ ეს თქვენთვის სწორად ჟღერს, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. ეხლა ვისურვებდი მე თქვა, რომ ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ მთელ გაერთიანებულ სამეფოში ისლამისტები მხარს უჭერენ მწვანე პარტიას სწორედ ამ კონკრეტული მიზეზით, რადგან იციან, რომ ეს მწვანეები ძალიან სულელები არიან. კიდევ ერთხელ მწვანეები გაერთიანებულ სამეფოში მემარცხენეების ტერმინია, ან როგორც არ უნდა უწოდებდნენ. ეს პარტია, მაგრამ ძირითადად ისეთივეა, როგორც მემარცხენეები ამერიკაში. მწვანეები იმდენად სულელები არიან, რომ სინამდვილეში ფიქრობენ, თითქოს უნდა დაუჭირონ მხარი ისლამისტების მიგრაციის გეგმასა და პროგრამას და არაფერს გააკეთებენ ამ ადამიანების წინააღმდეგ. და ისინი უბრალოდ იყენებენ მათ, რათა შექმნან საზიანო პოლიტიკა და მისცენ მათ ხმები, რომ ძალაუფლებაში მოიყვანონ, რადგან ძალიან ეშინიათ კონსერვატორების, რომლებიც ნათვად ხედავენ ყველაფერს, რაც ხდება. მაგრამ მე არავინ მყავს. მართლა არაფერი მაქვს სათქმელი. გარდა იმისა, რომ სირცხვილია ამ ქვეყნისთვის. სირცხვილიადია დასავლეთის მთავრობებისთვის, რომლებმაც ეს დაუშვეს. სირცხვილი დასავლეთს. ისინი ძირითადად ერთმანეთს დაუკავშირდნენ დასავლეთისადმი სიძულვილის გამო, რაც თავისთავად სულელურია. მაგრამ სინამდვილეში ისლამისტები ფიქრობენ, რომელი პარტიაა ყველაზე საზიანო ამ ქვეყნისთვის. მოდი მათ შევუერთდეთ. და ისინი მოგცემენ საშუალებას უბრალოდ გავაგრძელოთ ის, რაც გჭირდება, რომ ძალაუფლება მოვიპოვოთ. სირცხვილი თქვენ! სირცხვილი თქვენ! სირცხვილი თქვენ! სირცხვილი თქვენ! Shame on you! Shame on you! Shame on you! აქ მწვანეთა პარტია ამ პალესტინაზე გადარეულ გიჟებთან ერთად. კიდევ ერთხელ შეხედე ამას. ამ სურათს ვერ ვივიწყებ. ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა. ვფიქრობ ეს აბსოლუტურად აბსურდულია. ეხლა მოდი ვნახოთ კიდევ ერთი შემთხვევა რაც ხდება და შემდეგ ავხსნით ამას. ფუცლების დარიგებისას ფაქტობრივად აგრესიულად მომადგნენ ამ საზიზღარი ფანატიკოსი დამოუკიდებლები. დამემუქრნენ რომ ცემდნენ. კარგი, ეს ბიჭი მწვანეთა პარტიის კანდიდატია, ხომ ასეა? ეს მეჩეთთან მოხდა პარასკევის ლოცვის შემდეგ, როცა ფუცლებს ვარიგებდი.
და მას მეჩეთის ხალხმა დაემუქრა. და მთავარი, რასაც ამბობდნენ, რასაც მუდმივად იმეორებდნენ, იყო ის, რომ თქვენ ხართ გეი პარტია. თქვენ ხარს უჭერთ LGBT-ს. ამით ხანმა პირდაპირ მითხრა, თქვენ ხარს უჭერთ LGBT-ს. ეს საზიზღრობა. მათ ფლაიერებზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათებია და წერია. ფიქრობ, რომ მწვანეებს მისცე ხმა? კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ეხლა უბრალოდ მინდა პატარა რამ დავამატო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს პრობლემა არ არის. იგივე ხდება ამერიკაშიც, სადაც დემოკრატები ისლამისტებთან მეგობრობენ. ეს მამდანია. ეს კი არის AOC, მათთვის ვინც არ იცნობს. აქ ის ჰიჯაბს ატარებს და რეალურად ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვისაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაზე განიხილავენ. ეს კალშის მიხედვითაა, რომელიც ამერიკაში პროგნოზების ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა და ამ ვიდეოს სპონსორია. ასე რომ აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალშის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MIURA, რომ მიიღოთ დოლარები, როცა $10 დააბანდებთ. კალში იწერება KLSHI. ფული თქვენს პროგნოზზე დადეთ. და აი რას პროგნოზირებენ ამერიკაში. დიახ, ისინი პროგნოზირებენ Gavin Newsom's. მაგრამ ფაქტია, რომ AOC, რომელიც პირდაპირ ისლამიზმს ეპირფერება აქ, ხომ ასეა. ჩვენ ახლახან ნახეთ პირდაპირი ეპირფერება. ეს ფენომენია, რომელიც ყველგან ხდება. ეს უცნაური გაერთიანება მემარცხენეებსა და ისლამისტებს შორის, რომლებიც ამ ადამიანებს პირდაპირ უბრალოდ სასარგებლო იდიოტებად იყენებენ. მართლა ცოტა დაუჯერებელია, რომ ხალხი ჯერ კიდევ ამაზე ებმება. მაგრამ დაუბრუნდეთ იმ ვიდეოს და მოვისმინოთ, რას ამბობს ეს ბიჭი, რომელიც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელია. გახსოვდეთ, მწვანეთა პარტიამ ისლამისტები ამომრჩევლებად გამოიყენა. პირველი საკითხები ეხება LGBT თემას. მათ შეუძლიათ დამემუქრონ. შეუძლიათ თქვან, რომ ცემენ. მაგრამ მე ვიბრძოლებ მათი უმცირესობის უფლებებისთვის, ზუსტად ისე, როგორც ვიბრძოლებ LGBTQ უმცირესობის უფლებებისთვის. იმიტომ რომ ეს ისტორიის წაკითხვით და გაგებით ვისწავლე და დავინახე. იმ მომენტში, როცა მთავრობას ან რომელიმე ჯგუფს მისცემ უფლებას აირჩიოს, რომ ერთი ჯგუფი საზოგადოებისთვის საფრთხეა და შეიძლება განტევების ვაცად აქციონ, ვეღარანაირი სხვა უმცირესობა ვეღარ იქნება უსაფრთხოდ. გულისხმობ ეს ირონია, რადგან ებრაელებს ყველგან განტევების ვაცად აქცევენ, მარცხნივ, მარჯვნივ და ცენტრში, მაგრამ სისულელია, როცა ვიღაცა ამბობს, რომ მას დაარტყეს, მასზე იძალადეს იმ ადამიანთა ჯგუფის გულისთვის, რომლებიც ეუბნებიან, რომ ის პრობლემურია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ვერ ხვდებიან. მე მაინც გავაგრძელებ მათთვის ბრძოლას. ეს სამწუხაროა და შოკის მომგვრელია და ეს ისაა, რაც უნდა გავიგოთ. ეს ბიჭი ამას ხსნის. რა დაემართა მწვანეთა პარტიას? მეგონა რომ ისინი პროგრესული ათეისტები იყვნენ, რბილი ჟაკეტებით, რომლებიც საკუთარი იოგურტს ქსოვენ და იდგნენ LGBT უფლებებისთვის, ფემინიზმისთვის და ყველაზე მთავარია, გარემოსთვის. მაგრამ ეს არის Motin Ali, ეხლა დარჩეული მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსი, რომელიც თავის გამარჯვებას არ ნიშნავს. ეს გამარჯვება ხაზას ხალხისთვის. ჩვენ ავამაღლებთ ხაზას ხმას, ჩვენ ავამაღლებთ პალესტინის ხმას. ანუ მიყვარს ეს სიხარული, რა სიხარული? იარული. მე თუ მკითხავთ, მწვანეთა პარტია ცოტა შეიცვალა. რა შესანიშნავი მაგალითია თანამედროვე მრავალკულტურული ბრიტანელისა. ის ყვირის ალაჰ აკბარს, რაც ყოველთვის მეგონა ნიშნავდა არაბულად, ფრთხილად, ვაპირებ აფეთქებას. მაგრამ როგორც ჩანს ნიშნავს, გთხოვთ, გადაამუშავეთ ნარჩენები პასუხისმგებლობით. ის სკანდირებს თავისუფლება პალესტინას და ამბობს, რომ ეს გამარჯვებაა ღაზას ხალხისთვის. სიურპრიზი ელის, როცა გაიგებს, რომ ბარნლი საერთოდ არ არის ღაზაში, ის ბრიტანეთშია. ის აირჩიეს ადგილობრივ საბჭოში, რომელიც პასუხისმგებელია ნაგვის შეგროვებაზე და მსგავს საკითხებზე. არა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ზედამხედველობაზე ისრაელთან მიმართებაში. ის სხვა ქვეყნის, პალესტინის დროშას აფრიალებს. თუმცა, მის დასაცავად, ბრიტანეთში ბრიტანეთის დროშის აფრიალება არ შეიძლება, თორემ რასისტად გამოგაცხადებენ და პოლიცია აქცემს. მაგრამ ბატონი ალი რასისტობაში დადანაშაულების შანსი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ერთი კონკრეტული ერი, რომელიც მას აშკარად არ მოსწონს. თუ გინდათ მინიშნება, რომელი ნახშირბადის შემცირებასაც ახონ მწვანეთა პარტია ცდილობს, ის იყო ონლაინ ბრბოს ნაწილი, რომელმაც შეურაცხყოფის კორიანტელი გაუგზავნა ადგილობრივ რაბინს, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობდა. ბატონმა ალიმ რაბინი დაადანაშაულა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებში ქალებისა და ბავშვების მოსაკლავად შევიდა და მას ერთგვარი ცხოველი უწოდა. რაბინის ოჯახს სიცოცხლისთვის მუხარის შემდეგ პოლიციის დაცვაში გადასვლა მოუწია. და 7 ოქტომბერს დღეს, როდესაც ჰამასმა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა მოაწყო, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ ჟლეტას ამართლებდა. ყოველ ადამიანს, ყოველ ხალხს აქვს უფლება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. ყოველ ხალხს აქვს უფლება იცხოვროს დამპყრობების გარეშე. დასავლურ მედიაში დაინახავთ ისრაელის მხარდაჭერას. დასავლელი პროპაგანდისტები მედიაში მსხვერპლის ნარატივს ავრცელებენ. ისინი მსხვერპლები არ არიან. ისინი დამპყრობები არიან, ისინი კოლონიზატორები არიან, ისინი ევროპელი კოლონიზატორები არიან. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ევროპული კოლონია მსოფლიოში.
კიდევ ერთხელ, ამ ყველაფრის ირონია უბრალოდ დაუჯერებელია. ამ პარტიის წარმომადგენელი ადრე ამბობდა, რომ თუ ერთ უმცირეს ჯგუფს დაესხმები თავს, მაშინ პრობლემა გაქვს. და ეხლა ის ამბობს, მოდი ერთ უმცირეს ჯგუფს დავესხათ თავს. გახსოვდეთ, ისრაელი არის კოლონიალისტი, დასახლება კოლონიალისტი, ოკუპანტია. ანუ სერიოზულად, რატომ არის ეს ისრაელზე, რა? ვის აინტერესებს? ეს არაფერ შუაშია ისრაელთან. ეს ეხება ნაგვით შეგროვებას თქვენს მუნიციპალიტეტში. უბრალოდ დაუჯერებელია. სწორედ ისინი არიან ამ სხვა ქვეყნებით შეპყრობილები. შეპყრობილნი. ღმერთო ჩემო. ის ცდილობს წაშალოს ისტორია და წაშალოს ლეგიტიმურობა მისტერის მიხედვით. ალი, ის რასისტი არ არის, მაგრამ ვიცოდნეო მაინც შეშფოთებულია არჩეული ბრიტანელი პოლიტიკოსის მიერ ალაჰ აკბარის კვირილზე, ის კი არის. Mr. Ali თქვა, რომ ჩემი რწმენის ადამიანის თუ აენისთვის არ არის უჩვეულო, მადლიერებისა და ზეიმის გამოსახატავად გამოიყენოს სიტყვები ალაჰ აკბარი. ზოგიერთებმა სცადეს ამის არასწორად წარმოჩენა და ეს ჩემთვის ისლამოფობიაზე მიანიშნებს. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. ყოველთვის ასე იქცევიან. როგორც კი რამეს მათ წინააღმდეგ იტყვი, მაშინვე ასე ხდება. ისლამოფობია. ისლამოფობია. მაპატიეთ, ესე არ არის. ყველამ ვიცით რას ნიშნავს ალაჰ აკბარი. ის ამბობს, რომ მის რწმენაში სრულიად ნორმალურია, როცა არჩევენ ალაჰ აკბარი იყვიროს და თუ ეს არ მოგდონთ, ისლამოფობი ხართ. ხო, ეს სრულიად ნორმალურია თქვენ შეუწყნარებლებო. რაზე ნერვიულობთ? დაასახელეთ ერთი ქვეყანა, რომელსაც ისლამისტები მართავენ და არ არის ბრწყინვალე ლიბერალური სამოთხე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა აჟიოტაჟი იქნებოდა მემარჯვენე კანდიდატი რომ ყოფილიყო ბრბოში, რომელიც ებრაულ ოჯახს დამალვაში აიძულებდა. მაგრამ მემარცხენე მედიაში ამაზე სრული სიჩუმეა. სანამ მან ბოდიში არ მოიხადა გარდიანში მოტინალი, მხოლოდ ქებით იყო მოხსენიებული. სასიამოვნო ბიჭი, რომელსაც უბრალოდ მებაღეობა აინტერესებს. თუმცა სიმართლე რომ თქვა, დიდად დამამშვიდებელი არ არის, რომ მას სასუგზე მარტივი წვდომა აქვს და ის ერთადერთი არ არის. ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნები თვალის ამხილველი იყო. 40 კანდიდატი აირჩიეს მათი პოზიციის მიხედვით ღაზას ომზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას საერთაშორისო საქმეებში ნულოვანი როლი აქვს. კიდევ ერთი მწვანეთა პარტიის მრჩეველი აბდულ მალიკი. მარფა შოკის მონგრელია. უბრალოდ შოკის მონგრელია. ეს მონგრელია, ეს ალიანსი იმდენად საცოდავია და იმდენად წვრილმანია და აი აქ ვართ ახლა. აი აქ ვართ ახლა, რომ ეს ადამიანები ისევ და ისევ ებმებიან ამ სისულელეში, საერთო სიძულვილის გამო, თემის მიმართ, რომელზეც არაფერი იციან. ასე რომ ისინი ირჩევენ კანდიდატებს, რომლებიც მათ გასანადგურებლად არიან. დაუჯერებელია, სიტყვასიტყვით დაუჯერებელია. იფიქრებდი, რომ ტერმინი სასარგებლო იდიოტები საკმარისია, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ეს უკვე ყველაზე უარესია. ვერ უპოულობ უკეთეს გამოთქმას. შეიძლება მაგალითად სასარგებლო ჩამორჩენილები. როგორც არ უნდა იყოს. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.